იოანე ნათლისმცემლის შობას. როგორც დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებაში, ზაქარია და ელისაბედი უკვე ასაკში იყვნენ. უშვილოები, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წინაშე მართალნი იყვნენ. ებრაელთა ერში ასეთი გამოთქმა იყო, რომ თუ კი უშვილო იქნებოდა ვინმე, ღვთის წინაშე ისინი ცოდვენი არიან და ერთმანეთს დასაჯა უშვილოებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზგასმით წერია, რომ მართალნი იყვნენ მისი მშობლები და უნდა მომხდარიყო ეს დიდი საოცრება და სასწაული, რომ ასაკში უნდა მისცემოდათ შვილი. ზაქარია როდესაც მსახურობდა, მას გამოეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყებს, რომ შენი ლოცვები შესვენილ არისო და შენ მოგეცემა ძეო, რომელიც ძემაღლის იქნებოდა წინასწარმეტყველი და მას უნდა ეწოდოს იოანე სახელი. შეეჭდება ზაქარია და ამ შეეჭვების გამო დაიჯდება, მეტყველება აღარ იქნება, დადუმდება. აი ამ მოკლე მონათხრობში საოცარი რამე ხდება. ჯერ ერთი ანგელოზი ეუბნება ზაქარიას, რომ შენი ლოცვები შესვენილ არსო. ესე იგი, მიუხედავად იმისა, ასაკში მაინც ლოცულობდა, რომ შვილი მისცემოდა. მაგრამ როცა უკვე განუცხადა მთავარანგელოზმა, რომ შენ შვილი მოგეცემო, შეეჭდა. ხო ლოცულობდა, მაგრამ იმავდროულად შეეჭდა. ამ შეეჭვების გამო დამუჯდა. აი, რას სწავლობთ, რომ მართლაც ყველანაირი გამოუვალი მდგომარეობას რომ ხედავდეთ, რომ თქვათ, რომ ამოწურულია ყველაფერი, ჩვენ მაინც უნდა ვილოცოთ. მაინც უნდა შევთხოვოთ უფალს. რაც კაცათვის შეუძლებელია, ღვთისათვის შესაძლებელი არის. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ნახე, მოხუცებულები იყვნენ. როცა დაფეხმძიმდა ელისაბედი, 5 თვე იფარვიდაო, ნათესავებში არ გამოდიოდა, რჩხელოდა, რომ ამ ასაკში როგორ დაფეხმძიმდია. მაგრამ საოცარი კიდე რა არის, რომ ყვედრებაო ხალხის გამო დაიფარაო, რომ დაფეხმძიმდა. ესე იგი, აქ რაზეა ხაზგასმა, რომ ადამიანები თურმე ხალხის აზრებს აქცევდნენ ყურადღებას. ის კი არ არის გამოხატული, რომ აი სასწაული მოხდა და დაფეხმძიმდა და რაღაცა ყვედრებაო, შეწყდაო ხალხის გამო. ესაც ადამიანური ბუნებაა. ჩვენც ვახცევთ ადამიანებს ყურადღებას, რომ ვინ რას იტყვის ჩვენზე. მაინც მოკლედებს. მიუხედავად იმისა, ღმერთი რას იტყვის ჩვენზე და არა ჩვენნაირი მოკვდავი ადამიანი. ღმერთი როგორ შეგვაფასებს, ღმერთი რას იტყვის ჩვენზე. ეს უნდა გვახსოვდეს და არა ის, ვინაც მოკვდავი ჩვენნაირი ცოდვილი ადამიანი რას იტყვის ჩვენზე. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ადამიანებს უფრო ადამიანების რწმენა აქვს და ადამიანებისგან როგორ ფასდება, ამას აქცევს ყურადღებას. არა იმას, ღვთის წინაშე შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენ. დაეჭვების შემდეგ დამუჯდა ზაქარია მანამ სანამ არ იშვა იოანე. როცა იშვა, მან მისი ნათესავები მივიდნენ და იყო ასეთი წესი, რომ მამის სახელი უნდა დარქმეოდა, ან ახლობელი წინაპრის. და ზაქარია უნდა დავარქვათ ამ ახალ ბიჭს და არაო, იოანე უნდა იყოს დედამისმა უთხრა, იოანე უნდა იყოს მის სახელი. საოცარი არის იოანე ნათლისმცემელი სანამ დაიბადებოდა ფეხმძიმების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იახლა, როგორც თავის ახლობელ ნათესავს და გაიხარა იმით, რომ ფეხმძიმე იყო. და როდესაც უნდა შეხვედროდნენ, ხდებოდაო ღრმაო მუცელსაშინაო. ესე იგი, და იქვე მუცელში აღნიშნო სულითა წმინდითა იოანე ნათლისმცემელი. საოცარი კიდე ის არის, როდესაც ჰეროდე მეფემ გაიგო, რომ მეფე დაიბადა, მესია დაიბადა, მან გადაწყვიტა, რომ 2 წლამდე ყველა ჩვილი უნდა დაეხოცა, უნდა ამოეწყვიტა ისრაელში და ეს ამას რომ გაიგებს ელისაბედი, ის უდაბნოში გავა თავის ყმასთან ერთად, იოანე ნათლისმცემელთან ერთად და საოცარია ის, რომ ზაქარიას თქვენ იცით, რომ ტაძარშივე
მოაკვდინებენ, მოკლავენ იმის გამო, რომ მან არ გასცა, სად იმყოფებოდა მისი ცოლი და შვილი და ელისაბედიც მალევე გარდაიცვალა. და გადმოცემა არის ისეთი, რომ უდაბნოში თვით ანგელოზები კვებავდნენ ამ ყრმა ბავშვ იოანეს. ჩვენ აი იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან რა ვსწავლობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა სახელს დავარქვევთ. სახელი თვითუფალმა დაარქვა. იოანე არის მისი სახელი და აი ყოველი სახელი არის გამსაზღვრელი ადამიანის მომავლის. შეიძლება აი რაღაცა წმინდანის სახელი დაგვერქვა, ვატარებთ რომელიმე წმინდანის სახელს. ჩვენ უნდა კარგად წავიკითხოთ მისი ცხოვრება. ჩვენ დავწუნდებით, რომ ან მსგავსი ბუნებისანი ვართ, ან თუ არა და რაც ნაკლებობა გვაქვს, მისით უნდა ავითვისოთ ის თვისებები, რაც ჩვენ წმინდას გააჩნდა. უნდა გადმოვიტანოთ ჩვენში, უნდა მიუბაძოთ მას. შემთხვევით არ არის სახელის დარქმევა და სწორედ აი მას მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მას რა თვისებებიც გააჩნდა, ჩვენც ის თვისებები უნდა შევიზინოთ, უნდა მიუბაძოთ. ან გვეუბნება, რომ შენ ეს ნაკლი გაქვს, შენ ამაში სწორდა, მაგრამ აი შენი ფარველი წმინდანი ამაში წარმატებული იყო. და უნდა მიუბაძოთ მას. აი ესე განსაზღვრება ადამიანის სახელი, შემთხვევით არ გვერქვა სახელები. ზოგიერთი მაგალითად, ვთქვათ, რომელიმე წმინდანის ფარველობის ქვეშ ყოფი ადამიანი არის ამპარტავანი. არა და მისი წმინდანი თავმდაბლობას ქადაგებს. სიმდაბლეს, სიწმინდეს, ღვაწს. აი ასეთი განსხვავება როცა არის, ყველაფერნაირად უნდა ვაიძურო ჩვენი თავი, რომ მიუბაძოთ ჩვენ ფარველ წმინდანს. რომ ისი მსგავსი გავხდეთ, რომ გავმართლეთ ღვთის წინაშე. საოცარიელი ერთ-ერთი მონასტერისა, ერისკაცი მივიდა მონასტერში და ცნობილ ბერს ეუბნება, რომ მონაზნობა მინდა რა უნდა გავაკეთო და წადიო, გაყიდიო, მონაგებიო, ყველაფერი გაყიდიო და მოდიო. ამაში რა არის ჩადებული, რომ მიწიერზე არ უნდა იფიქროს ბერმა. და შემდეგ რომ გაყიდის, მოუტანს თავის წინამძღვარს, მონასტრის წინამძღვარს ამ თანხას და რაღაც ნაცეს დაიტოვებს. ისე რომ თავის მოძღვარს არ ეუბნება. გაუშვებენ ერთ-ერთ კედიაში და ნახავს კედიაში კარები ჩამოვარდნილი, მაგიდა დანგრეული, ეს ყველაფერი ისეთი და ეს იფიქრებს ახლა ეს თანხა რომ აქვს, მოდი ამას გამოვიყენებ ამის ასაწყობად, ამის გამოსასწორებლად, ამ კარებს ჩამოკიდეს ნორმალურ მაგიდას დადგამს. მივიდა მოძღვართან და ეუბნება, რომ ეს შესაძლებელია და მომეც საშუალება, რომ ბეთონ გავაკეთო ესო და ეს წინამძღვარი ეუბნება, წადიო ესეც გაკიდეო, გაეცნო ეს თანხა. წავა, გასცემს და მაინც ცოდას დაიტოვებს, სულ ცოდას. ისე რომ წინამძღვარმა არ იცის. ნუ მოვიდა ეუბნება, რომ აიო მე გავაკეთე ეს ყველაფერიო და კარგი ვიცხოვრე ამ სენაკშიო და ხედავს რომ ახლა ჭერი და წყალი ჩამოდის ისა და ეუბნება, რომ შევაკეთებო იმასო და არავე ხა შენო კიდე დარჩენილი გაქვს, ადე კიდე ეგეც წადი და გაეციო. გასცემს ამასაც და მოვა არაფერი აღარ აქვს და ეხლა რა გავაკეთო და ეხლა ვიღოცე. ნახე, შენი იმედი კი აღარ უნდა გქონდეს და იმ ფულის იმედი რაც გქონდა. არ ღმერთის იმედი. ამით ასწავლა ღმერთისადმის ასწავლება. ლოცვა ასწავლა. და მონაზონის ხარისხი განზომება ლოცვით. თუ მლოცველია მონაზონი, აი ის არის ამაღლებული ღვთის წინაშე. თუ ულოცველია, ეს არის თავს უნდა ყოფო ხესო, ამბობ. ამიტომ ლოცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როცა ადამიანი მლოცველია, ყველაზე მეტი ბრძოლა მას აქვს, რომ არ ალოცოს. ოღონდ ლოცვები არ წარმოთქვას და ყველანაირ საქმეს გამოუჩენს, ყველანაირ კეთილ საქმესაც კი ბოროტი, აზრებით. აი ვიღაცას დაეხმარე, გადადე ეს ლოცვა, მაგრამ ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ იულიანე გამდგომილი გახსოვთ, რომელიც გამოსვლა ქრისტეს და ეშმაკთან დაამყარა ურთიერთობა და როცა ბრძოლის წინ ეუბნება ეშმაკს, რომ წადიო და დაზვერე ეს ადგილებიო, როგორ უნდა გამიმარჯვო, რა გავაკეთო და
წავიდა და 7-10 დღე გაყონდება ეს ეშმაკი და კი მაგრამ რო დაბრუნდა რატო დაყონდიოდ იქ ერთ-ერთი ბერი არის რომ ლოცულობდა იმისმა ლოცვამ დამაყოლდა და გაბრაზდება იულიანი განდგომილი და მე ბრძოლისმელი დაუბრუნდები ამ ბერს მოვკლავ მაგრამ თქვენ იცით რომ იულიანი განდგომილი უხილავმა მახვილმა დაანგმირა წმინდა მერკვირის ლოცვით ჩვენ აქედან რა სწავლობთ რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას არა მრავალსიტყვიერება საჭირო არ არის რაღაც ისეთი თავარია გული სული და გონება დაერთიანდეს ლოცვის დროს რომ ამ დროს არ ვიყოთ დატვირთული მიწიერი საზრუნავებით არ ვიყოთ დატვირთული რაღაც ყოფითი საქმეებით არამედ მთელი სული და გულით უნდა მევედროთ უფალს როცა გადაარჩინა საქართველოს და როცა გადაარჩინა საქართველოს ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ ხარისხი მონოზონებისა განისაზღვრება ლოცვით თუ ლოცულობს მონოზონი მართლაც მიწიერი ანგელოზია და თუ არა და ეშმაკსა მიმსგავსებული უნდა ყოფო არის აი ის მაგალითიც რაც მოგეყვანეთ ესე იგი წარმოიდგინეთ მე როგორ ლოცვა დაიწყოთ ის იმაში მანამდე თავისი იმედი ქონდა ფულის იმედი ქონდა ამას გავაკეთებ მას გავაკეთებ მას გავაკეთებ მაგრამ როცა არაფერი აღარ გავს მერე ხო ისა მერე ისეთი ის შესაძლებლობის ადამიანი შეხვდა ამ ბერს რომელმაც გაუკეთა უფლის მისი ლოცვით წარმოუგზავნა რა და მართლაც ასეც ხდება როცა არანაირი საშუალება აღარ აქვს მონასტერში ვიღაცას გიგზავნის რომელიც შეგეწევა გაგეხმარება უფალი არ დაგტოვებს უფალი ფრინველებს მცენარეებს ყველაფერს ამკობს ყველაფერს საზრდებს აძლევს როგორ შეიძლება ადამიანი დატოვოს ისე თქვენ იცით მეუდაბნოე ბერები გასული იყვნენ და თვით ანგელოზებს მოქონდათ საკვები ანგელოზები კვებავდნენ აქედან გამომდინარე აი მართლაც იოანე ღვთისმშობელი უდაბნოში გასული ხმა როგორ გაიზარდა რა მოხდა აი ხო ხედავთ უფალი ყველაზე ზრუნავს თავარია მასზე მინდობა თავარია მისადმის სასწრება და უფალი არაფერს არ დაგვეკრებს აი ეს მონასტერი არის სასწაული აი ესეთ გომორებაში რომ ჩვენ ხედავთ ვინც იცის აი აქ ვინც ამოსული თავიდან რა იყო მიწასთან იყო ყველაფერი გასწორებული აქ არაფერი არის არაფერი და აი ხედავთ ასეთი დებულ ტაძარს სენაკებს სატრაპეზოს ყველაფერი აი მართლაც აი მოკლე დროში უცბად აღდგა ეს მონასტერი ღეთი და მაგრობთ უფალს რომ აი ამდენ სასწაულს გვანახებს თავარია ჩვენი მხრიდან სასუება გქონდეს უფლისადმი უფალს მივიენდოთ უფალს მივიერთოთ და ის ყველანაირად ჩვენი გულთამხილავი არის შეიძლება გარეგნულად და ენით ვერ გამოვხატოთ ის რაც გვინდა მაგრამ გულს ხედავს უფალი და გულით რაც გვინდა იმაში შეგვეწევა და დაგვეხმარება ერთმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ამ მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ გედეონს ამ დიდი შრომისთვის ამ დიდი ღვაწლისთვის მართლაც ვისაც ვინც შრომა იცის რა არის ამ მონასტრის აღდგენა და აშენება ის მართლაც დააფასებს ეს ახალი ისტორია იწერება ჩვენ თვალწინ თქვენ იცით რომ იყვნენ წმინდა მამები რომელთაც ზოგან კელი აქვს აშენებული მარტო ზოგმა ტაძარი ააშენა და ისტორიაში შევიდნენ ზოგი წმინდანიც არის მათ შორის იცი რომ ეს არის ეს დაუნახაობა არ შეიძლება აი უნდა დავწუნდეთ იმაში რომ ეს ღვთის სასწაული არის და გააკეთა მამა გედეონის ხელით ეს ყველაფერი მე ქტიტორები მინდა დავროცო ვინც შეეწეოდა ვინც ეხმარებოდა გვერდში ედგა მამა გედეონს მე მინდა განსაკუთრებით დავროცო დღეს მამა იოანეს ანგელოზის დღეა მიულოცო მას დევანდების დღე ჩვენ ეპარქიაში მსახურობს დირბში მამა იოანე კიდე მისი ანგელოზის დღეა დღეს არის მამა ლუარსაბის დაბადების დღე ერთუბნის მამათა მონასტრის წინამძღვრის დღეს არის დედა ელენეს დაბადების დღე დალოცოს ღმერთმა და თითოეულ მათგანი ღმერთმა დაგლოცოთ აქ მოსვლა მართლაც აფსარებლობის ტოლფასია ამ გზებზე ასეთ პირობებში აქ მოსვლა მართლაც
სარწმუნოების გამოვლინებაა და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ ღმერთით ედიდებინოთ მთელი გული, მთელი სული, მთელი არსებით. დალოცვა და გახარება ჩვენ თავად.